მოკავშირდით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელხას. ზარების მონიტორინგის მიზნით თქვენი საუბარი იწერება. პაციენტი თორნიკე მსხილაძე 15:05-ზე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელხაზზე ყოველდღიურად რეკავს. რეკავს იმიტომ, რომ გაარკვიოს, როდის იქნება ხელმისაწვდომი მისთვის აუცილებელი მედიკამენტი. გამარჯობათ. შემოტანილი მაქვს 20 აგვისტოს განცხადება, რომელსაც 30 დღეში უნდა ყოფილიყო პასუხი და კიდევ არ მიმიღია და თუ შეიძლება რომ გადავამოწმოთ. ფედერალურ პროგრამაზეა საუბარი. არა, მინისტრის სახელზე მაქვს განცხადება დაწერილი. 93-02-42 თორნიკე მსხილაძე. ყველანაირად დასარი უკვე გადაცილებული და გუშინ კიდევ ერთხელ მითხრეს, რომ დღეს იქნებოდა პასუხი და გამომიგზავნდნენ იმეილზე. დღეს უწყება არ მუშაობს, მაგრამ გადავამოწმოთ და მოვდეთ. ანუ გუშინაც მომატყუეს, კი ბატონო. და მოვდეთ. გუშინ შემპირდნენ, რომ ხვალ პასუხი აუცილებლად იქნება. თორნიკე ონკო პაციენტი და ამავდროულად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამ მედიკამენტის დეფიციტის გამო ონკო პაციენტს გაუსაძლესი ტკივილის ატანა უკვე 2 თვეზე მეტია უწევს. თუმცა სამინისტროსგან კონკრეტული პასუხის მიღებას ვერაფრით ვერ მიაღწია. მართლა მგონია, რომ სისფერი მთების კანტორაში ვრეკავ, იმიტომ რომ მართლა 5-ჯერ რომ დავრეკო, 5-ჯერ სხვადასხვა პასუხს მივიღებ სხვადასხვა ოპერატორისგან. პირველში მითხრეს, რომ მიდი ექიმთანო, წავედი ექიმთან, დავაწერინე რეცეპტი, აპტეკებში არის წამალი. მივედი აპტეკებში, აპტეკებმა არ არის ჩვენთან წამალი, საიდან მოიტანეთ ეს ყველაფერი. დავრეკე მერე არ არის წამალი შემოტანილი პასუხი. სადაც ტკივილები მქონდა ძალიან ძლიერი და უბრალოდ მარბეინის საკეთებით. საბოლოოდ მითხრეს, რომ ინფორმაციას ვერ მიცემენ. თქვენი განცხადება ხელმოსაწერი არის, როგორც კითხეს და ჯერჯერობით არ არის. და ამას მეუბნებიან 2 კვირა არის უკვე და ანუ გუშინ შემპირდით შეგიძლიათ ზარსაც მოусმინოთ, რომ დღეს მოეწერება ხელი და ხვალ გადმოგეგზავნებაო და ანუ რატო მაგრამ ჩვენ როდესაც მოგვეწოდა ინფორმაცია უქმედვასთან დაკავშირებით, მაშინ გამოცხადდა დასვენების წესი. გუშინ 5 საათზე არ იცოდით, რომ უქმედღა იქნებოდა დღეს? მე არ ვიცი რომ საათზე გამოქვეყნდა ბატონო, მე ვარაუდის დონეზე გესაუბრებით, კი ბატონო, ძალიან ცუდი არის რომ ვარაუდის დონეზე საუბრობ სამინისტრო პაციენტთან უკვე თვენახევარია და პაციენტს არაჰოჯკინის ლიმფომა 13 წლის წინ დაუდგინეს. ეს სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმაა. გერმანიაში მკურნალობისას ქიმიოთერაპიის კურსის შედეგად ორივე ფეხში გამავალი ნერვი დაუზიანდა, რამაც პოლინეიროპათია გამოიწვია. არის ჯოჯოხეთული ტკივილები ფეხების და მიმკურნალე ამდენი წლის წინ გერმანიაში მის მერე სამშობლოში დაუბრუნდი და მართლა ანუ ყოველ დღე მიმწარდება ცხოვრება, იმით რომ საერთოდ არ არსებობს აქ ტკივილის მენეჯმენტი. ყველაფერზე ყოველთვის პრობლემა იქნება და იმ მინიმალურს რასაც ვიღებდი, იმასაც ვეღარ ვიღებ. თან ეს ყველაფერი მოხდა გაუფრთხილებლად. ნეიროპათიის მქონე ადამიანისთვის და ისედაც ყველა პაციენტისთვის ამ წამლის უწყვეტ შეწყვეტა არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც დიდ დოზაზე ხარ და დიდი ხნის განმავლობაში, ეს შეიძლება ლეტალურადაც დასრულდეს იშვიათ შემთხვევებში, ასევე იწვევს კრუნჩხვებს და ტკივილის ძალიან გაძლიერებას. მივმართე 20 აგვისტოს ბატონ მიხეილ სარჯველაძეს წერილით, სადაც არის დართული ჩემი სრული ანამნეზი, ჩემი დიაგნოზი, ის რომ სხვა პრეპარატები არ მოქმედებს, ეს არის მინიმუმი, რაც შეიძლება მივიღო და სრულ იგნორირებას მიკეთებენ მთელი სამინისტრო. იმის ღირსადაც არ მსვლიან, რომ პასუხი გამცენ მექნება თუ არა საერთოდ ეს პრეპარატი, ან როდის იქნება თუ მექნება, ან რა უნდა ვქნა ამ დროის განმავლობაში. თან წერილში კარგად არის აღნიშნული თუ ის რომ სხვა პრეპარატები არ მოქმედებენ და ეს არის მინიმალური, რაც შეიძლება აქ მომცენ. მედიკამენტი, რომელზეც პაციენტი საუბრობს, პრებალგინია, რომელიც საქართველოში ყოველთვის მკაცრი რეგულაციებით ექიმი ნევროპათოლოგის დანიშნულებით იყიდებოდა. თუმცა ახალი რეგულაციების გამო მას შემდეგ, რაც მისი შემოტანა საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო, ის ქვეყანაში აღარ შემოსულა და რამდენიმე თვეა რაც დეფიციტშია.
თორნიკე იმ უმძიმე შედეგებზე საუბრობს, რომლებსაც მკურნალობის პროცესში მედიკამენტის მოულოდნელად შეწყვეტა იწვევს. არ ვიცი კონტროლ მქონდა თუ რა მქონდა, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ მარტო სახლში როცა ვიყავი, გული დამივიდა. ძალიან ძიმედ გადავიტანე ეს ყველაფერი, რადგან ეს ნეიროპათიული ტკივილები ისედაც ძიმე ფორმით მაქვს და ბევრად უფრო გამიუარეს და რადგან ეს წამალი მოქმედებს ესე რომ ის ასუსტებს ნერვულ სიგნალებს და როდესაც ამ წამალს უცბად წვეთ ნერვული სიგნალები ძალიან ძლიერდება და ამ ტკივილს გაათმაგებულად აღიქვო. ეს არის უბრალოდ დაკანონებული წამება, რასაც აკეთებენ და თან ვერ ხვდები უბრალოდ შიშინუპირი ვარ, ონკოპაციენტი და მძიმე ნეიროპათია მაქვს და როგორ ვერ გამონახეს 5 წუთი თვენახევრის განმავლობაში, რომ უბრალოდ რაღაცა პასუხი მაინც გაეცათ. თითქმის ვერანაირ აქტივობას ვერ გეგმავს, შეიძლება როცა 2 კვირაში 3-4 დღე ვიყო ჯამში კარგად, ესე რომ გაუძლო ძალიან რთული პრობლემები დამეწყო უძილობაზე, ძალიან ძლიერი პრობლემები დამეწყო უძილობაზე, იმიტომ რომ უბრალოდ ისეთი ტკივილები მაქვს, რომ ვერ ვიძინებ და 3-4 დღეში ერთხელ თუ ანუ აი უბრალოდ დაღლილობისგან თუ რამდენიმე საათი ჩამეძინება. ჯანდაცვის მინისტრი რომ ესეთ რაღაცას აკეთებს, რომ ქვეყანაში წამლის შემოტანას წვეთს, რომლის მიღების შეწყვეტამ შეიძლება ლეტალური შედეგი გამოიწვიოს, ეს არის სრული სიგიჟე და ეს არის ადამიანის წამების ტოლფასი. შარშან ონკოპრეპარატებზე გქონდა მსგავსი და 2-3 თვე დააგვიანდა ამ ყველაფერს და ეხლაც როდის გამართავენ ამ სისტემას, არ ვიცით ზუსტ პასუხს არ ეუბნებიან, როდემდე უნდა იცადოს ადამიანმა ამ ტკივილებით, არც იმის უფლებას არ აძლევენ, რომ მისმა მკურნალმა ექიმმა გერმანიიდან გამოუგზავნოს ეს მედიკამენტი, რაც მას სჭირდება, სანამ ჩვენ ქვეყანაში იქნება. ამის უფლებასაც კი არ აძლევენ და 40 დღეა მას გამოხმაურება არ აქვს სამინისტროსთან, როდესაც ოფიციალურ წერილით მიმართა მან სამინისტროს და პაციენტების უფლებადამცველი ორგანიზაცია კავშირი სიცოცხლისთვის დამფუძნებელი გვანცა აფხაიძე იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც ონკოპაციენტებს საქართველოში გამუდმებით ექმნებათ. არ შეიძლებოდა მისთვის დოზის შეწყვეტა, იმიტომ რომ 600 მილიგრამს იღებდა, რაც საკმაოდ დიდი დოზა არის ტკივილის გასაყუჩებლად და ერთიანად შეწყვეტამ შეიძლება გულწრები გამოიწვიოს, რაც გამოიწვია კიდევაც მის შემთხვევაში. სასწრაფო და გადაუდებელი არის ეს მდგომარეობა და სწორედ ამიტომ ჩვენ სხვა გზა აღარ დაგვრჩა, გარდა იმისა, რომ საჯაროდ გვეთქვა ეს ყველაფერი. ბატონი მიხეილი აცხადებს, რომ ხმამაღლა საუბარი ჩვენ ონკოპაციენტებს არ გვჭირდება და ის ჩვენთან პირდაპირ კომუნიკაციაზეა, თუმცა შარშან 8 აპრილის და 9 აპრილის შემდეგ მას ჩვენთან კომუნიკაცია არ გქონია საერთოდ, არ მოусმენია პაციენტების პრობლემები და ამის მიხედვით არ მიუღია მას არც ერთი გადაწყვეტილება. და ონკოპაციენტების პრობლემები დღემდე არ მოგვარებულა, ფორმა 100-იც კი ფული ღირს, მაშინ როცა ონკოპაციენტი არის პენსიონერი და ერთ-ერთი შემოსავალი აქვს პენსია, მხოლოდ 100 ლარი უნდა გადაიხადოს ფორმა 100-შიც ჯანდაცვის ხელიხაზი ფასიანი არის, დაფინანსებებს აგვიანდება, მედიკამენტების დეფიციტი არის, როგორ უნდა გადავრჩეთ, უბრალოდ არ ვიცი. როდესაც წელიწადში გვყავს 11800 ონკოპაციენტი და ყოველწლიურად დაბადების მაჩვენებელს უკვე ჭარბობს გარდაცვალება, იმიტომ რომ მეორე მიზეზი სიკვდილიანობის არის ონკოლოგიური დაავადება. ჩვენ ამ ადამიანებს ვერ ვუვლით, ეგრე გამოდის, იმიტომ რომ სხვა ქვეყანაში, როდესაც მიდიან პაციენტები იქ გადარჩებიან და ჩვენთან ვერა. სახელმწიფოსგან პასუხის მოლოდინში თორნიკეს კვლავაც ტკივილთან ერთად უწევს ცხოვრება. ამჯერად მორიგ ორშაბათს ელოდება, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ფასიან ცხელხაზზე კიდევ ერთხელ დარეკოს. პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ევრონიუს ჯორჯიამაც მიმართა, მაგრამ სახელმწიფოსგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.